გამარჯობა, თქვენ უყურებთ აჭარა თაიმსის პირდაპირ ეთერს. გიერთდებით ამჯერად გურიიდან, კერძოდ შეკვეთილში ვიმყოფებით ბიძინა ივანიშვილის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე და ცოტა ხანში აქ უნდა დაიწყოს სუვენირებითა და ნატურალური წვენებით მოვაჭრეების პროტესტი, საპროტესტო აქცია. ამ ადამიანებმა გურიაში ჩამოსვლა ბიძინა ივანიშვილის სახლთან მას შემდეგ გადაწყვეტეს, რაც არავინ მოусმინა აჭარაში, საუბარი არის ბათუმის მერიასა და აჭარის მთავრობაზე. ისინი მართავდნენ საპროტესტო აქციებს, თუმცა მათ სასაუბროდ მათთან არავინ გამოვიდა და სწორედ ამიტომ გადაწყვეტეს, რომ ისინი უნდა ჩამოვიდნენ აქ გურიაში და ამ ფორმით ამ ადგილიდან უნდა მიეწვდინონ ხმა კიდევ ერთხელ ბიძინა ივანიშვილს. მათ მიაჩნიათ, რომ ამ ქვეყნის არაფორმალური მმართველი არის ბიძინა ივანიშვილი და უნდა მიეწვდინონ ხმა და მათი უფლებები უნდა დაიცვან ამ ფორმით. ჩვენ შეგვიძლია უკვე დავიწყოთ ამ ადამიანების მოსმენა, რა აქვთ მათ სათქმელი, რა პოზიცია აქვთ. მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ვართ უკვე. დავიწყოთ საუბარი, ვინმე შეძლებთ. გითხარით, აბა, რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება აქ ჩამოსვლის და რა გაქვთ სათქმელი უკვე ბიძინა ივანიშვილისთვის? პრინციპში სათქმელი იგივე გვაქვს, რაც გუშინ წელი იყო და 2 თვის განმავლობაში ვითხოვთ, რომ რაიმე სახის კომუნიკაციაზე წამოვიდეს ჩვენთან პასუხისმგებელი პირები, ვისაც ევალება ეს ჩვენი გადაწყვეტილების მიღება. როგორც იცით, არანაირი შეხვედრაზე არ მოდიან, საერთოდ არც ერთი პირი არ შეგვხვედრია, გარდა თავშად იგივე მთავრობის სახლთან, იგივე მერიასთან, დაცვის გარდა არავინ არ შემოდის ჩვენთან კომუნიკაციაში. ახლა ეს გზა დაგვრჩა ბოლოს და ბოლოს რომ მოვიდეთ და იქნებ ამ გზით მაინც მოგვაქციონ ყურადღება, ბატონმა ბიძინამ ჩვენი გულის ტკივილი მიიტანოს გულთან და რაღაც ოდნავ მაინც ყურადღება საჭირო პირებს მაინც მიმართოს, რომ ყურადღება მოგვაქციოს, ამდენი ხალხი რატო ვართ ქუჩაში, რას ვითხოვთ, ჩვენი გასაჭირი ვინმე მაინც მოისმინოს. და ასე უყურადღებოთ არ ვიყოთ, იმიტომ რომ კი ხედავთ, რომ სეზონიც დაიწყო, ამდენი ადამიანი ვართ, უმუშევარი, სხვადასხვა პასუხისმგებლობებით, ბანკის ვალებით ერთი და იგივეს მართალია ვიმეორებთ, მაგრამ რეალურად არ არსებობს ადამიანი, ვინ ჩვენს მოგვისმენს და იქნებ ახლა ამ გზით ვთხოვთ ბატონ ივანიშვილს, რომ დაინტერესდეს ბათუმელების პრობლემით და რაღაცნაირად მოგვაქციონ ყურადღება. რა შეიძლება შეიცვალოს აქ ჩამოსვლით, როგორ ფიქრობთ და ეს ალბათ მას შემდეგ გადაწყვეტეთ, პრინციპში თქვენ ახსენეთ უკვე, რომ არავინ არ გისმენთ ბათუმის მერიასა და აჭარის მთავრობაში. რატომ არავინ გამოდის თქვენთან სასაუბროდ და აქ ჩამოსვლით რა მოლოდინი გაქვთ თქვენ? რაიც როგორც ამბობენ, იმედი ბოლოს კვდებაო და ჯერ კიდევ გვაქვს რა იმედი, რომ რაღაც ყურადღება მოგვექცევა და ჩვენი პრობლემით, რაც შეეხება გოგებაშვილის ქუჩაზე აღებულ ჯიხურებს, სადაც ხდებოდა სასაჩუქრე სუვენირების თუ ნატურალური წვენების რეალიზება, ძალიან ბევრი ადამიანი დავჭდა, კონკრეტულად შეიძლება მე ერთმა დავკარგე სამსახური, მაგრამ სიტყვაზე ჩემს უკან დგას ოჯახი, ყველა ადამიანის უკან დგას პასუხისმგებლობები, როგორც სახელმწიფოსთან, იგივე ბანკებთან, სხვადასხვა პასუხისმგებლობები და გვაქვს იმედი. მაგრამ ყურადღებას რატომ არ გვაქცევენ? ეხლა რაღაც დონეზე გასაგებიც არის. ყურადღებას გვაქცევდნენ მაშინ, როცა იცოდნენ რა უნდა ეთქვათ და ალბათ ამ ეტაპისთვის ან გეგმა არ აქვს ჯერ და არ იციან რა გვიპასუხონ, ან ძალიან კარგად იციან რა გეგმაც აქვს და ამ გეგმაში ჩვენ არ შევდივარ და ამიტომ არ გვაქცევენ ყურადღებას. იციან რომ გამწარებული, განერეულებული ადამიანი შეიძლება სხვა რეაქცია ჰქონდეს და ვფიქრობ, რომ ამიტომ არ გვაქცევენ ყურადღებას. გასაგებია, მადლობა თქვენი მოსაზრებისთვის, ხებსაც მოусმინოთ. მოგესალმებით, გითხარით, აბა რატომ გადაწყვეტეთ აქ ჩამოსვლა, რა გაქვთ თქვენ სათქმელი ბიძინა ივანიშვილთან? გვაქვს სათქმელი, ჯერ მოგესალმებით, ის რომ მოგვაქციონ ყურადღება, ხალხი უმუშევარი დარჩა, ვიმედოვნებთ, რომ გაითვალისწინებთ ჩვენ თხოვნას, ყველას დაგვიბრუნებენ სამუშაოს, ან ახალ ჩაანაცვლებენ, ან ისევ ძვეს დაგვიბრუნებენ და ვიმედობთ, რომ ექნება ყურადღება ჩვენს მიმართ. თუ არა და ძალიან ბევრი ხალხი დარჩა უმუშევარი და ძალიან განვიცდით ამას, ჩვენს გვერდით ოჯახებია და ხალხს ბანკი აქვს და რაღაც. რატომ გადაწყვეტეთ, რომ უნდა ჩამოხვიდეთ ბიძინა ივანიშვილის საცხოვრებელ სახლთან? რომ ჩემო კარგო არ მოგვაქციეს ყურადღება არავის, არაფერი არ გაუთვალისწინებიათ, არ უთქმიათ, რომ ვიღებთ და მოემზადეთ ამისთვის, ამიტომ ხალხმა გადაწყვეტა, რომ ასე ეგება მოგვაქციონ ყურადღება.
არც გვეუბნებიან რომ ჩავანაცვლებთ ახალით, არც ამბობენ რომ რამე, ან დაგაბრუნებთ, არ ვიცი. ეს რა მოლოდინი გაქვთ ახლა ჩამოხვედით აქ? დიდი ალბათობა არის იმისა, რომ აქ არავინ არ შეგხვდებათ, აჭარის მთავრობაშიც კი არავინ გამოვიდა. რა მოლოდინი გაქვთ მიუხედავად ამისა? მაგას ჩვენც ფიქრობდით, რომ აქ არავინ არ დაგვხვდებოდა, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ მიაწყვნენ ხმას ბატონ ივანიშვილს და გაითვალისწინებს ჩვენ თხოვნას, იმიტომ რომ ბათუმი ისეთი ქალაქია, ტურისტული ქალაქია, იმ თავიდანვე იყო ეს სუვენირების ჭიხურები და ტურისტების მიზიდვა, ჩვენ არაფერს არ ვაშავებთ ისეთ, რომ ეს აეგზალოს. ამიტომ ტურისტებს ვიზიდავდით უფრო მეტად და უხაროდათ, რომ იყო ასეთი ლამაზი სუვენირები და ხელდამშვენებულები მიდიოდნენ მათ ქვეყანაში. გასაგებია, მადლობა თქვენი მოსაზრებისთვის. მოგესალმებით, გითხარით აბა, რა არის თქვენი სათქმელიც, ჩამოხვედით აქ მას შემდეგ, რაც არავინ მოგისმინათ იმ ადამიანებიდან, რომლებსაც აქვთ პირდაპირ ვალდებულება, რომ საზოგადოების აზრი მოისმინონ. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, უბრალოდ რისი თქვა მინდა, ეხლა ჩვენ დავდივართ უკვე ერთ თვეზე მეტია. ერთ თვეზე მეტია, ჩვენ აქ იმისთვის არ ვართ რომ ჩამოსული რომ ვინმე გავაღიზიანოთ, ვინმე რაღაცა ცუდი სიტყვები ვთქვა. უბრალოდ ახლა ბატონ ბიძინასთან იმიტომ ჩამოვედით, რომ ეს ჩვენ მისივე ამორჩეველი, მისივე თქვა დასაქმებული ხალხი, რომ თქვა დაგვასაქმოს. და ეს ჯიხურები იყო ჩვენი შემოსავლის წყარო. ეს არის უბრალოდ თავის გადარჩენა იყო ამ ჯიხურებით, ახლა რამდენი უმუშევარი ადამიანი ვრჩებით, ხო? ჩვენს უკან ოჯახები დგას. აი რა გვინდა იცი, აი დავდივართ ახლა ჩვენს გვერიდებად. აი მცხვენი ახლა ყველა დღე გამოდიხარ ახლა და ერთი და იგივეს იმიორებ, რომ აი დახმარებაა, ეს დახმარებას ვითხოვ ჩვენ. მე არაფერს, უბრალოდ მოგვაქციოს ყურადღება. ჩვენ იმიტომ ჩამოვედით აქ, რომ მისი ხმა ყველას გადაწყვეტება. ამ სამთავრობო ხალხს, აი ბათუმს, თბილისს, რა ვიცი, ყველას გადაწყვეტება და დაგვიდგენ გვერდით. დაგვიდგენ უკვე ზაფხულიც მოდის, მუშაობა გვინდა. თქვენ ახევარი ახლა თავი როგორ გაგვაქვთ? ახლა ხო არ დავიწყებთ აქ ლაპარაკს, რა მდგომარეობა ყველას ოჯახებში. ძალიან გთხოვთ. ამას რატო ვითხოვთ? იცი, ამას კი არ ვბრძანებთ, რომ გინდა არ გინდა, აი დაგვასა გინდა. უბრალოდ ახლა დააკვირდი, იმდენი ჯიხურია, 29 ჯიხურია, ეგ წვენია, კიდევ ვამბობ ამას, რომ ეს ხალხი დასაქმებულია, ხო, ზაფხული მოდის. იმ ტურისტებს ახლა ვიტყვი ახლა უბრალოდ არ მომერიდება, რომ ევროპაში ახლა ჩვენ არ დავდივართ ევროპაში კი არა, ზაფხულში ვერ ვსეირნობ და ვერ იმაშვები და ხო იციან, რომ ეს ალამაზებს ბათუმს, ხო? ახლა გავიაროთ აი აქედან რო წავიდეთ და გავიაროთ, უფრო რაღაცა გეგონება ჩაყრუებულია ქალაქი, ხო? ყველაფერს მისი ხიბლი აქვს. ახლა ისინი თქვა არ დადიან, მაგრამ დადიან ხალხი რომ შვილი დაყავთ რაღაცა. ყველაფერს, რა ვიცი რა, ყველაფერი უხდება ამ ჩვენ ტურისტულ ქალაქს და თავარია, ახლა გადაჭარბებით არ იყოს. მე ვამბობ კიდევ ერთხელ და ვიტყვი რომ თქვენ ხართ სახელმწიფო, ამას გავიმეორებ მუდმივად, თქვენ ვალდებული ხართ, თქვენი მოქალაქეები იყოს დასაქმებული, რას ვთხოვ? არ ვთხოვთ არავინ სოციალური დაგვეხმარეთ, ღმერთს მადლობა, ორი ხელი გაქვთ და მოძრაობა შეგვიძლია და რაღაცა შეგვიძლია და მუშაობა შეგვიძლია და ელემენტარული თავის გატანაზე აქვს საუბარი. მეტი არაფერი არა, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, არანაირი სახე არ მიეცეს იმას, რომ აი თქვათ ჩამოვედით აქანე და რამე ცუდი განზრახვა გაქვთ, არა. არაფერი. უბრალოდ იმიტომ გადაწყვეტეთ, რომ ყურადღება მიიქციოთ. აი, ხო ვამბობ, რომ მისი სიტყვა ახლა საქართველოში ყველაზე მეტი დიდი ხმაა და ამიტომ იმაშვებით ჩამოვედით აქ, რომ მოხდეს აი ჩვენი გვერდით დგომა. აი ჩვენი რომ აი დასაქმებული ადამიანები, აი თქვენ ახლა იღებთ ინტერვიუებს და რომელიმე აი ვლანძღავთ, აი გამოსული ვარ, არა. არა, პროტესტის უფლება აქვს ყველას და თქვენ იცავთ თქვენს უფლებებს, ეს არის ცხადი. კი, თვითდასაქმებული ხალხი ვარ და მის მიერ მონიჭებულია, რომ ახლა ნახე რა ხდება. ბატონი ერმაკოვი რო იყო ახლა მაშინაც კი იმაშო, მაშინ 7 ადამიანი მაინც ხდებოდა მაინც და გვესაუბრებოდა და ყველა ადამიანს სათითაოდ შეხვდა და ყველა ადამიანის სათითაოდ მდგომარეობა გაითვალისწინა. კი, მოხდა ესე. კი, იყვენ ასე. შევთანხმდეთ, ჩვენ არ ვართ, ვამბობ მე ამას კიდევ ერთხელ, რომ ჩვენ არ ვართ ისეთი ადამიანები, რომ ვერ გავიგოთ ეს. ჩვენ გვესმის რაღაცა, კაცო. ხო და ახლა ყველა დილას მგონია, რომ სამსახურში მოვდივარ. სახში შევ შერდები. რომ რაღაცა ერთი რაღაცა რო გაიგო, შენთვის უკვე რაღაცა წარმატებაა და წინსვლაა, ხო?
ამას ჩვენ არანაირად, აი კიდევ ერთხელ ვამბობ, არანაირად იმის გამო რომ ვიღაცა გავაღიზიანოთ, რაღაცა ვინმეს რაღაცა ისეთი ვაკადროთ, არა, უბრალოდ შვილები გვყავს, ოჯახი გვყავს, იქ ჯანმრთელობასთან, იქ რაღაცა და ახლა დღევანდელ პერიოდში ხედავთ ესა რა ქვია გურამიშვილის სიტყვები მახსენდება, ბოძი წაიქცაო და სახკარი თავზე დაგვეცაო, ისე ნუ იქნება ახლა ჩვენ ოჯახებში, ისე ნუ მოხდება. რა ვიცი ახლა მადლობა. მოგესალმებით, თქვენს გითხარით, აბა, რატომ გადაწყვეტეთ აქ მოსვლა? თქვენ პროტესტს გამოხატავდით აჭარის მთავრობასთან, ბათუმის მერიასთან, თუმცა არავინ მოგისმინათ. რა გაქვთ ახლა სათქმელი ბიძინა ივანიშვილთან? პირველ რიგში მოგესალმებით. რატო ჩამოვედით ესე იგი აქ? თითქმის თვენახევარზე მეტია, რომ დავდივართ და არანაირი პასუხი არ გაგვიგია. სამთავრობოში ბატონი ცინცაძე მერიაში რომ ბრძანდება ამ მოქალაქეებს ხომ უნდა გასცეს პასუხი? ვერ გხედავს. ხო და ამიტომ გადავწყვიტეთ ჩამოსვლა, რომ ეგება ბიძინასთან მივაწვდინოთ ბატონ ბიძინას ხმადომ დაგვეხმაროს ამ უბრალოდ ვინ არის ახლა ბიძინა ივანიშვილი ქართული საზოგადოებისთვის? რატომ გადაწყვეტეთ რომ ბიძინა ივანიშვილთან უნდა მოხვიდეთ? ოფიციალურად მას არც ერთი თანამდებობა არ უკავია, ხომ? გარდა იმისა, რომ პარტიის საპატიო თავმჯდომარე მოქალაქეა. კი გასაგებია, მაგრამ მაინც მისი ხმა ყველაზე მაგარია და ხალხთან დგომა იცის და კიდევ იმედი გვაქვს რომ დაგვეხმარება და ჩვენს საარსებო წყაროს დააბრუნებიებს. მისი ხმა აუცილებელია, მისი დახმარება. გთხოვთ რას? ჩვენ თვითდასაქმებულები ვართ და დაგვიბრუნონ ჩვენი საარსებო წყარო. ამას გთხოვთ, მეტ არაფერს არ. რა მოლოდინი გაქვს თქვენ ამ შემთხვევაში? მე ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი ისეც ეტყვის რომ დაგვიბრუნებს ჩვენს ჭიხურებს და ვიმუშავებ. არის იქ სუვენირების ჭიხური და არის წვენები ნატურალური. თქვენ რას აკეთებდით და თქვენთვის რას ნიშნავდა თვითდასაქმება და ეკონომიკური საქმიანობა ამ ფორმით? ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობაა თვითდასაქმება და ჩემს ქვეყანაში. ხო შეიძლება რომ მე ქართველი ვარ და ჩემს ქალაქში მე დავრჩე და ვიმუშაო. არ მინდა ამდენი საზღვარგარეთ წასვლა, უკვე მოსაბეზრებელია. მე მინდა ქართველი ვარ და ჩემ საქართველოში გავჩერდე. ხომ მაქვს უფლება ამისა? ბატონო ბიძინა ივანიშვილო, თქვენ გთხოვთ, ხო ეწინით, რომ ჩემ სამშობლოში მე გამარჩევ. ნუ მაიძულებ რომ წავიდე აქიდან. იმიტომ რომ ძალიან გამოვალი მდგომარეობა. მუშაობთ, ბანკები გვაქვს აღებული, მუშაობთ და თვენახევარი უმუშევარი რომ რა გავაკეთო მე ამით. მარტო მე არა, ძალიან ჩემს უკან ძალიან ბევრი თანამშრომელი დგას რომ უმუშევარი ვდგავართ და ველოდებით მის ხმას და დიდი იმედი მაქვს ბატონო ბიძინა ივანიშვილის დიდი იმედი მაქვს რომ დაგვეხმარება. გასაგებია, მადლობა თქვენი მოსაზრებისთვის. კიდევ ერთი ადამიანი აკეთებს კომენტარს. შეგვიძლია მოვუსვინოთ მას პირდაპირ ეთერში. გაქვს შესაბამისი პასუხი? არც კი ხვდება და არაფერად არ გვაგვიდებს. არის რა ეს უშუალოდ ივანიშვილის პასუხისმგებლობის საკითხი, როცა ამ ტიპის ქვეყანაში ვიცით ყველაფერი მე ვფიქრობ, რომ არის ივანიშვილის პასუხისმგებლობა. და უნდა მოხდოს, უნდა შეხვედოს იმან, რომ ესეთ ადამიანებს უნდა მიაქცეს ყურადღება. თქვენი სახე და გვარი? ზურაბი ლომთაძე. ბატონ ზურაბა, რას შეცვლის თქვენი აქ ჩამოსვლა, როგორ ფიქრობთ და ვინ არის ახლა ბიძინა ივანიშვილი ქართველი ხალხისთვის? ოფიციალურად მას არ აქვს თანამდებობა, მაგრამ მაინც თქვენ გადაწყვეტეთ, რომ უნდა ჩამოხვიდეთ აქ მის საცხოვრებელ სახლთან. კი, ნახე. დღევანდელი სიტუაცია ესეთი აქვს ჩვენ ქვეყანაში. დღეს ყველა ფერს თითქმის უმეტესად დიდ რაღაცებს წვიდავს ბიძინა ივანიშვილი. და ეს თანამდებობის დანიშნულება თუ 1000 რაღაც რა ვიცი. მაგრამ ეს ჩვენი საქმე უნდა გადაეწყვიდა მერს და უნდა გადაეწყვიდა თამაზაშვილს. ანუ არც ერთმა არ მოგხედა და არაფრად არ ჩაგვაგდო ფაქტიურად ერთადერთი ადამიანი შეგვახვედრენ იგიც იძულებით შეგვახვედრენ საკრებულოს თავმჯდომარე რომელმაც გითხრა მხოლოდ არ ვიცი. ანუ შეხვდა იმის გულისთვის რომ ეთქვა არ ვიცი, ანუ არ ვიცი რატო აიღენ, არ ვიცი იქნება რამე თუ არ იქნება, არ ვიცი როდის იქნება, არ ვიცი ვინ შეხვდება და ადამიანმა გითხრა მხოლოდ არ ვიცი და უთხარი რომ ესეთი არ ხდება ხა მოვედით შეხვდით და პასუხისმგებლობა აიღეთ რომ გაგვესაუბროთ მოსახლეობას ესე ანუ ასე რომ ვთქვა დაგვაქციენ და
ადამიანი გვეუბნება, არ ვიცი, არ შეხვდა არც ერთი, დანარჩენი სხვა. დავდივართ, რა თქმა უნდა, თხოვნით, რომ გავიგოთ რამე, რას აპირებენ, რას უპირებენ ამ ხალხს. ჩვენ ხო უკანონობას რამეს არ ვითხოვთ, არც ვითხოვთ. რა ქვია, აი ზოგი ამბობს, რომ დიზაინი არ მოწონთ. აი ყველაფერი შეთავაზება შეიძლება ადამიანს ბიუჯეტში თუ არ აქვს ფული, ჩვენ გავაკეთოთ ის დიზაინის ჯიხურები, რა დიზაინის ევრო სტანდარტებს რა ქვია, აკმაყოფილებს და ამაზე ყველაფერი შეთანხმება, რა თქმა უნდა, მოხდება, მაგრამ ხომ უნდა შეხვდეს ვინმე და ხომ უნდა გაგესაუბროს. არ ხვდება არავინ. ახლა რა მოლოდინი გაქვს ამიტომ თქვენ? ჩამოვედით აქ. აი ეს ყველაფერი იმიტომ მოყვები, რომ ამიტომ ჩამოვედი აქ, რომ ჩამოვედით აქ, რომ თხოვოთ, რა ქვია, ბიძინა ივანიშვილს, რომ აი ვის აი ჩვენისანა ხალხს უნდა ძალიან ყურადღება, იმიტომ რომ ჩვენ არ წამოვარდგენთ ასეთ კლანს, აი არც რიჟვაძის, არც არავის კლანს ჩვენ წამოვარდგენთ ჩვენ ოჯახებს, რომელიც ოჯახებიც ფაქტიურად არანაირი ლუკმა აღარ დაგვიტოვენ, საჭმელიც აღარ დაგვიტოვენ, რა ვიცი, ყველაფერი ნაირად გავანადგურან. და არც პასუხს არ გცემენ და ვთხოვთ, რომ რა ვიცი, უთხრას, რომ ამ ხალხს, უთხრას თამაზაშვილს, უთხრას მერს, რომ ამ ხალხს მიაქციონ ყურადღება, მოგვაქციონ ყურადღება და შესაბამისად შევთანხმდეთ იმაზე, რომ ქალაქ ბათუმი გავალამაზოთ ერთად, გავყიდოთ სუვენირები, ვიმუშაოთ და ჩვეულებრივად ვიცხოვროთ ისე, როგორც ცხოვრობთ. რა თქმა უნდა, ამაზე არის ყველაფერი დამოკიდებული. თითოეული ოჯახის ბანკი არის, მტერი არის, მოყვარი არის, თუ რა ვიცი, საჭმელი, სასმელი ყველა. გასაგებია, მადლობა. მე მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ თქვენ პირდაპირ ეთერში თვალს ადევნებთ შეკვეთილს და ბიძინა ივანიშვილის საცხოვრებლის მიმდებარე ტერიტორიას და აქ მიმდინარეობს ბათუმში თვით დასაქმებული ადამიანების საპროტესტო აქცია. ამ ადამიანებმა აქ შეკვეთილში ჩამოსვლა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ადგილობრივ დონეზე ვერ მიაღწიეს მიზანს. საუბარია იმაზე, რომ მათთან სასაუბროდ არავინ გამოვიდა და არავინ განუმარტა, რომ რა ბედიელით მათ იმ ფონზე, როცა უკვე ტურისტული სეზონი ახლოვდება და ეკონომიკური საქმიანობა მათ ფაქტობრივად შეჩერებული აქვთ. საუბარი არის ბაქოს ქუჩაზე სუვენირებითა და ნატურალური წვენებით მოვაჭრეებზე, რომლებსაც ჯიხურები ჩამოართვეს დაახლოებით თვენახევრის წინ და მას შემდეგ ისინი ითხოვენ პასუხს კითხვებზე, თუ როდის შეძლებენ ისინი საქმიანობის გაგრძელებას, თუმცა მათთან სასაუბროდ ბათუმში არავინ გამოვიდა და სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს, რომ ბიძინა ივანიშვილის საცხოვრებელ სახლთან ჩამოვიდნენ და ამ ფორმით მიეწვდინონ ხმა ქართული ოცნების საპატიო ლიდერს, რომ აჭარაში მათ არავინ აქცევს ყურადღებას და პირადად დაინტერესდეს ამ საკითხით და მათი მოთხოვნები იქნეს გათვალისწინებული. მოგესალმებით, გითხარით თქვენ რა გაქვთ სათქმელი და რისთვის ჩამოხვედით აქვთ? გამარჯობათ, იმისთვის ჩამოვედით, რომ გვაინტერესებდა ჩვენი შინაარსის და გაჭირვების მიტანა გვინდოდა ამ ხელისუფლებასთან, როცა არჩევნები იყო და რაღაცა პრობლემა ყოველთვის მათ ქვერჩი ვედეგით და ეხლა გაითვალისწინოს ჩვენი გაჭირვება, თუ უსახური იყო ეს მაგალითად პროექტი, რასაც გულისხმობენ და აიღეს, მაშინ მოგცენ თვითონ მათ დაალაგონ პროექტები, როგორია კარგი. ჩვენ ყველანაირად შევეცდებით, რომ მათ ქვერჩი დავდგეთ კიდევ და ხო და მაინტერესებს ბათუმში როგორ არ შეიძლება რომ იყოს სუვენირები, როცა ტურისტი შემოდის, ის ალამაზებს ბათუმის იერსახეს. არ მგონია ამით რამე დანაშაული ხდებოდეს, პირიქით ყველას ჭირდება რომ ჩამოვიდეს და საჩუქრებად წაიღოს ჩვენი სუვენირები, მაგალითად ხომ ნებისმიერ განვითარებულ ქვეყნებში მე ვგულისხმობ რომ ასე არის და წავიდნენ ნებისმიერ ქვეყანაში და ნახონ თუ არ ხდება ასეთი პატარა-პატარა ვაჭრობები. ჩვენ გვაქვს ჩვენი ვალდებულებები აღებული, გვინდა რომ შემოსავლის წყარო იყო ეს ჩვენი. ამით ვარსებობდით, არ ვაწუხებდით არც არავის, ჩვენი თავი ჩვენ გაგქონდა, მაშინ დაგვიდგენ ხარში, ან სამსახური გამოგვინახონ, ან რაღაცა ისეთი ჩვენი საბანკო ვალდებულებები გადაიბარონ,
ან რაღაცა ისეთი მდგომარეობაში შევიდნენ, ჩვენ ეხლა გვიჭირს მთავრობა იმისთვის არის, მე ვფიქრობ ასე, რომ დაგვიდგეს გვერდში. თუმცა თქვენ ჩამოხვედით ბიძინა ივანიშვილთან. რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება? ბათუმში არავინ მოგისმინათ თქვენ? რა თქმა უნდა, ჩვენ ვიყავით ყველა დაწესებულებებში, არ შეგვხვდა ბატონმა გიორგი ცინცაძემ და დანარჩენმა სხვა პირებმა, ვისაც ეკუთვნოდა ბატონ თამაზაშვილს გულისხმობ და ეხლა ამიტომ ჩამოვედით ბიძინა ივანიშვილთან, რომ იქნება ამით მივაწვდინოთ ხმა, ვისაც ეკუთვნის ჩვენი გაჭირვება და ვალდებულება. მე ამას გულისხმობ და იმედს ვიტოვებ, რომ ცოტათი მაინც გაითვალისწინებს ჩვენს გასაჭირს და დაგვეხმარება და დაგვიდგება გვერდში. მადლობა. თქვენი საათქმელი გავაცანთ მაყურებელს, მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ვართ. გითხარით, რატომ გადაწყვეტეთ, რომ ჩამოხვიდეთ ივანიშვილის, რამ გაიძულათ, რომ ბათუმის ფარგლებს გახვიდეთ და მიხვიდეთ, ასე ვთქვათ, არაოფიციალურ პირთან ჯერჯერობით. იცით რა, ყველა მიცის უკვე ბევრი ინტერვიუ გააიღეთ, მოხდა ისეთი რამ დავჭით უმშევრები. ჩვენი სავაჭრო ჯიხური კომერციული იყო და აიღეს. იცით რა, კი, გაგვეგება ჩვენც ბათუმელები ვართ, ის რაც უსახურია, უნდა აღებულიყო, მაგრამ ეს იყო მერის მიერ დადგმული ძალიან ლამაზი სუვენირები, ჯიხურები, სადაც მუშაობდით, დასაქმებული ვიყავით. ახლა უკვე სეზონი დადგება ერთ თვეში და ჯერ კიდევ გარკვეული არ არის რა ბედი გვეწევა. მე ვფიქრობ, რომ აი ამ დროს უკვე გარკვეული უნდა იყოს ჩვენი ბედი. მე ვფიქრობ, მერია უნდა ფიქრობდეს იმაზე, რომ ეს ადამიანები, რომლებიც უმუშევარი დავტოვე, რაღაცით დავასაკვოთ. აი თუნდაც მათ მიერ შექმნილი ახალი ჯიხურები ჩაიდგას. ჩვენ თანახმა ვართ მათ მიერ შემოთავაზებულ ყველა პირობაზე. ოღონდ ჩვენ დავსაქმდეთ და გასაკვირია ქვეყანა, სადაც ტურიზმი თავარი მამოძრავებელი ძალა ამ წუთში, ამ დროს ტურისტს არ აქვს საშუალება გაიაროს და აი თუნდაც ზღვისპირა ქალაქში შეჩერდეს რომელიმე ლამაზ სუვენირების მაღაზიაში და შეიძინოს სუვენირი. ეს ხომ ჩვენი მოგონილი არა, მთელი მსოფლიო ამითაა დაკავებული და ყველგან ცივილიზებულ ქვეყანაში ეს ხდება. რათა ტურისტმა რაღაცით ხო უნდა. რა მიზანი შეიძლება ატარებდეს ბათუმის მერის ასე ერთიანი იმით მიდგომა, რომ ყველა ჯიხური აიღოს ქალაქში, მათ შორის კაფე-ბარების დემონტაჟიც დაიწყო და ეს მას შემდეგ გაახსენდა. ახლა ამბობენ, რომ არისო უსახური და ამიტომ. თუმცა წლების განმავლობაში ეს ობიექტები არსებობდა და თქვენ ოჯახებს არჩენდით, ეკონომიკური საქმიანობით თავს ირჩენდით. რატომ შეცვალეს ეს გადაწყვეტილება და რატომ დაიწყეს ასე მასობრივად ჯიხურების აღება? იცით რა, ალბათ არის რაღაც პერსპექტივაში, რაღაც გეგმა აქვთ მათ ერთგვარი შემუშავებული და ახალი ადამიანი, როდესაც მოდის, ის ცდილობს, რომ რაღაც ახალი შეიტანოს. თუნდაც ქალაქის მშენებლობაში. ჩვენ, აი ჩვეულებრივი მოქალაქე ბათუმელი ადამიანი ვარ და ვიცი, რამდენჯერ მეც არ მომწონებია ის, რაც უსახურია. ასაღებია, მაგრამ უნდა გაითვალისწინო, რომ იმ შენობის უკან ადამიანი დგას. ადამიანის უკან ოჯახია, ვალდებულება აქვს იმ ადამიანს. უნდა იფიქრო, რომ დავასაქმო ეს ადამიანი, კი მე მას სამუშაო ადგილს ვართმევ, მაგრამ რითი გაგრძელოს ცხოვრება ადამიანმა. მე ვფიქრობ, რომ ამ ქვეყნად ყველაზე მეტად ადამიანი უნდა პასუხდეს, მისი ინტერესი უნდა იყოს დაცული. და დაცულია ადამიანი და ადამიანის ინტერესები. და თავ ძალიან დაუცველად გრძნობ, იმიტომ რომ უკვე თვენახევარია უმუშევარი დავჭი. ყველაფერი უნდა გავითვალისწინოთ. არ არის ახლა ისეთი დრო, მე ავდგე და თუ დავკარგე ერთი სამსახური, წავდი და სხვა მოვძებნო. ჯერ ძალიან ცირთულია, იმიტომ რომ ერთდროულად ამდენი 1000 ადამიანი დარჩა უმუშევარი. მერე მესაც წავიდე. ასაკიც გასათვალისწინებელია და მიდგომა საქმის მიმართ. არა გიყვარს შენ ადამიანი სამუშაოდ, როდესაც შენ უკვე ასაკობრივად უკვე ხანდაზმული ხარ, აი უკვე ფიქრობენ რომ ადამიანს ახალგაზრდა უნდა იყო. დღეს დამლაგებლად რომ მუშაობა დაიწყო, აუცილებლად 16 წლის უნდა იყო. აი ეს შეზღუდული ვართ ყველანაირად და მე თვლი რომ რახან ჯერჯერობით ამ დროს ჩვენი ქვეყანა
აჭარა განსაკუთრებით ტურიზმზე დგას. დაუშვათ ეს ჯიხურები, დავდგათ ლამაზები და შეგვატყობინონ. ამით როზე ეს ჯიხურებიც ბათუმის მერის ესკიზით შეიქმნა ინიციატივით განთავსდა. ერმაკოვი იყო მაშინ როგორც ვიცით, თუმცა ეხლა გადაწყვეტილება შეიცვალა. თქვენ თანახმახართ იმაზე, რომ მოერგოთ ახალ პირობებს, თუმცა იგნორი არის მეორე მხრიდან და რაზე მეტყველებს ეს იგნორი? ჩვენ ვართ, იმიტომ ვართ ჩვენ ახლა დღეს მოვითხოვთ, კონკრეტულ პასუხს მოვითხოვთ ჩვენ მერიისგან, რა აქვს ჩაფიქრებული ჩვენც ხო უნდა ვიცოდეთ, თუ ისინი აპირებენ, ახლა შეიძლება ქმნიან ახალ რამე შენ იმას ჯიხურს, ისეც რაც უფრო თანამედროვეა, ჩვენ ყველაფერს მოვერგებთ. საზოგადოებას უნდა კონდეს ინფორმაცია, რას აპირებენ. მე უნდა ვიცოდე, მე ხომ ოჯახი მყავს, მე ხო უნდა გავერკვე რა გავაკეთო ხვალ, ასე გაურკვეველი ხო არ დარჩებით არა. თანაც ერთი თვე გადარჩა და უკვე ტურიზმი სეზონის ძალაში შევა. ჩვენ კიდე გაურკვეველ მდგომარეობაში ვიყოფებით. ახლა მოლოდინი რა გაქვთ? მე ვფიქრობ, რომ რახან ჩვენ აქ თავი მოვიყარეთ, იქნებ ყურადღება უფრო მოგვექცეს. ჩვენ ხომ არაფერს ზედმეტს არ ვითხოვთ. რამდენიმე ჩვენი წარმომადგენელი მიიღოს მერმა. ჩვენ ხო ზედმეტი არაფერი არ ვჭირდება. დაელაპარაკოს, აუხსნა სიტუაცია. აიმე დანაპირები მისცეს. ამას ველოდებით დღეს ჩვენ, ჩვენი შეხვედრიდა. მადლობა. ისმენდით ერთ-ერთი გარემოვაჭრის მოსაზრებას და მე მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენებ იმას, რომ ჩვენ ვიმყოფებით შეკვეთილში, თვალს ადევნებთ ბიძინა ივანიშვილის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიას, სადაც თვითდასაქმებულები ჩამოვიდნენ აქ მას შემდეგ აჭარიდან, რაც ბათუმში, აჭარის მთავრობასა და ბათუმის მერიაში მათთან სასაუბროდ არავინ გამოვიდა და ფიქრობენ, რომ ბიძინა ივანიშვილი მათ მიაქცევს ყურადღებას და ამ ფორმით გადაწყდება უკვე მათი საკითხი. მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ვართ, გითხარით თქვენი სათქმელი, რატომ მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩამოხვიდეთ იმ პირის საცხოვრებელ სახლთან, რომელსაც ჯერჯერობით არ აქვს პოლიტიკური თანამდებობა, მაგრამ თქვენ მაინც მიგაჩნიათ, რომ ის არის გავლენის მქონე და თქვენი საკითხს გადაწყვეტს. მოგესალმებით. რა თქმა უნდა, ეს ასეა, როგორც თქვენ თქვით, უბრალოდ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, იმიტომ რომ ახლა ჩემზე მეტი სიტყვა ხო ეთქმის. რა თქმა უნდა. ვფიქრობ, რომ გულთან ახლოს მიიტანს. და კიდე იმიტომ ჩამოვიდით, რომ ჩვენს ბათუმში პასუხი არ გაეცა ამ ჩვენს მოთხოვნას, თხოვნას თუ როგორც არის. უპასუხოდ დაგვტოვეს სამწუხაროდ, იცი არ ველოდი. იმიტომ რომ გასული წლები რომ მივდიოდით, მართლა იმ თანამშრომელმა თქვა ჩემმა ახლობელმა მეგობარმა, ყურადღება გვექცეოდა. შევდიდით კაბინეტში, მსჯელობდით. იყო უარი თუ არ იყო უარი, ამას გვეუბნებოდნენ და ეხლა ცოტა რა ადამიანურად გვექცევიან. არ არსებობს 2 თვის განმავლობაში ბატონმა მერმა ვერ მოიცალოს თავის ხალხთან შეხვედრაზე, ხო? 2 თვის განმავლობაში ვერ მოიცალა არც ალიან სამწუხაროდ. და დანარჩენებიც არ გვცემენ პასუხს სათანადოს. რა მოლოდინი გაქვთ ახლა უკვე მას შემდეგ რაც აქ ჩამოხვედით, დაფიქსირდა უკვე თქვენი პოზიცია უკვე აქ, როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები? არ ვიცი, მაგრამ იმედი მაქვს, რომ კარგად განვითარდება. პატარა იმედი მაინც გვაქვს რა. და მაყურებლისთვის ისიც ავხსნათ, რას ნიშნავდა თქვენთვის ეკონომიკური საქმიანობის ეს სფერო. უამრავი ადამიანი იყო დასაქმებული, თქვენთვის ეს რას ნიშნავდა, რა ტიპის შემოსავალი იყო და ოჯახისთვის ეს რამდენად მნიშვნელოვანი იყო ასეთი საქმიანობა? ჩემი ოჯახი ამაზე ვიყავით დამოკიდებული. ეს იყო ჩვენი შემოსავალი. სხვა არსად არ მაქვს, არც სხვა ბიზნესი არ მაქვს, არც სოფლის მეურნეობა არ მაქვს, ვარ ქირით და დამოკიდებული ვარ ამ მაღაზიაზე. ესაგებია, მადლობა. თქვენ ისმენდით კიდევ ერთი თვითდასაქმებულის მოსაზრებას. ასეთი არის ვითარება ახლა შეკვეთილში ბიძინა ივანიშვილის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე. აქ ჩამოვიდნენ ადამიანები იმისთვის, რომ ხმა მიეწვდინონ ბიძინა ივანიშვილს და მათი სათქმელი ამ ფორმით გახმოვანდეს. მოგესალმებით, გითხარით აბა, არ დაგველაპარაკებით? კეთილი, ზოგი თავისი იკავებს მაინც საუბრისგან, თუმცა მათი მთავარი და საერთო სათქმელი არის ის, რომ ისინი მიმართავენ ბიძინა ივანიშვილს, რომ დაინტერესდეს საკითხით და მათ მოусმინონ
ბათუმის მერიასა და აჭარის მთავრობაში და ისინი ითხოვენ ეკონომიკური საქმიანობის გაგრძელებას, რადგან როგორც თავად ამბობენ, ჯერჯერობით არ გააჩნიათ ინფორმაცია თუ როდის შეძლებენ ან საერთოდ შეძლებენ თუ არა საქმიანობის გაგრძელება. საუბარი არის ბაქოს ქუჩაზე სუვენირებითა და ნატურალური წვენებით გარემოვაჭრეებზე, რომლებსაც ჯიხურები ჩამოართვეს დაახლოებით თვენახევრის წინ და მას შემდეგ ისინი არიან გაურკვევლობაში. არაერთხელ მივიდნენ ბათუმის მერიასა და აჭარის მთავრობაში, თუმცა პასუხები ვერ მიიღეს, ბუნდოვანი არის ხშირად ეს პროცესი და ახლოვდება ამავდროულად ტურისტული სეზონი და ეს ეკონომიკური საქმიანობის ეს სფერო მათი ოჯახებისთვის არის მნიშვნელოვანი წყარო. ვნახოთ, როგორ განვითარდება პროცესები, ჩვენ ცხადია ამ ადამიანების სათქმელსა და მოსაზრებებს ყოველთვის გადავცემთ პირდაპირ ეთერში და იმ შემთხვევაში თუ ვინმე გამოეხმაურება ამ საკითხს, ჩვენ ცხადია ჩვენს აუდიტორიას ამის შესახებ ვაცნობებთ. გთხოვთ, რომ გააზიაროთ პირდაპირ ეთერი, რათა უფრო მეტ ადამიანს კონდეს წვდომა, გაიგოს თუ რა ხდება ჩვენს გარშემო, როგორ ვითარდება პროცესები და მოვლენები, ამიტომ დაგვეხმარეთ იმაში, რომ რაც შეიძლება დიდ აუდიტორიას კონდეს მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაცია. ეს იყო ამ ადამიანების სათქმელი და მოსაზრებები, რასაც ისმენდით თქვენ რამდენიმე წუთის განმავლობაში და იმ შემთხვევაში თუ რაიმე ტიპის სიახლე იქნება, ცხადია ჩვენ ამის შესახებ უწყვეტ რეჟიმში გაცნობებთ დამატებით ინფორმაციას. მადლობა, რომ უყურებთ აჭარა ტაიმს, მადლობა ნდობისთვის, გემშვიდობებით, მშვიდობიან დღეს გისურვებთ.